განვაგრძობთ გამოშვებას. და მთლიანობაში როგორ მიმდინარეობს და რა შედეგები აქვს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია და რომლის ფარგლებში 2019 წლამდე ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 18000-ზე მეტი მოქმედი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი უნდა გადამზადდეს. თემაზე საუბარს უკვე განვაგრძობთ სტუმართან ერთად, მაშ ასე ირინა აბულაძე მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერია. ჩვენი სტუმარი ირინა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გთხოვთ ირინა. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე წამში და ჩვენი ხმის რეჟისორი უკვე ამზადებს ჩვენ შემდეგ სტუმარს, მაგდა მაღრაძე 1000 ლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი შემოგვიერთდება ასევე. თუმცა მანამდე პირველი კითხვა მექნება ირინასთან. პირველ რიგში როგორ მიმდინარეობს ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კონცეფცია და რამდენ ეტაპად არის გაწერილი? გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პროექტი დაიწყო 2016 წელს, მისი განხორციელება დაიწყო 2016 წელს, მოსამზადებელი სამუშაოები კი თითქმის 2 წლით ადრე. 2016 წლის აგვისტოში უკვე დავიწყეთ პირველი ტრენინგები საჯარო სკოლის დირექტორებისთვის და დირექტორების გრძელვადიანი მომზადების პროგრამა გასტანს თითქმის 2 წელი 2019 წლის ბოლომდე. ირინა, რა გვიჩვენა რეალურად ამ ტრენინგებმა? ბევრია სამუშაო? სამუშაო ბევრი არის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა და ჩვენი სკოლები კონტექსტის მიხედვით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. განსხვავდებიან ჯერ ერთი იმ პრობლემატიკის კუთხით, რომელიც სკოლებში არის. თავი დავანებოთ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, რომელიც ასე ვთქვათ, ზოგადი კონტექსტი არის და ნამდვილად გვჭირდება გაუმჯობესება, საერთაშორისო კვლევები ამას აჩვენებს, მაგრამ თვითონ უშუალოდ მენეჯმენტის კუთხით დირექტორები სხვადასხვა კონტექსტში აწყვეტებიან სხვადასხვა პრობლემებს. ახლა რაც არ არის პრობლემატური შეიძლება თბილისის და სხვა ქალაქების სკოლებისთვის, რეგიონების და მცირე კონტინგენტიანი სკოლებისთვის რეზიუმირების სახით გასაგებია რომ ითქვას, როდესაც საქმე ეხება საგანმანათლებლო სისტემას, დაუსრულებლად შეიძლება ერთი გადაცემის საეთერო დრო არ გვეყოს პრობლემების ჩამოსასვლელად. თუმცა ძირითადად მაინც რა პრობლემები იყრის თავს და აი რომელ საკითხებს გამოყოფთით? გამოყოფდი აუცილებლად სკოლის მართვის კუთხით ისეთ საკითხებს, როგორიც არის შიდა დაგეგმვა, ასე ვთქვათ, დირექტორმა შეძლოს გაითვალისწინოს საკუთარი მოსწავლეების საჭიროებები, საკუთარი მასწავლებლების რესურსი და გრძელვადიანად დაგეგმოს სკოლის განვითარება და მიმართოს ყველა ძალისხმევა აქეთკენ. არ შეიძლება არსებობდეს უნიფიცირებული სისტემები ყველგან, იმიტომ რომ აი ეს კონტექსტი და საჭიროებები განსხვავდება, მაგრამ დირექტორს უნდა შეეძლოს იმისი ანალიზი, რას მივახციე და საით უნდა წავიდე. დირექტორი უნდა იყოს ლიდერი. აი ჩვენი ახალი კონცეფცია ზუსტადაც რომ აი ეს 2 წლიანი მომზადების პროექტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ მენეჯერი სკოლაში, იმიტომ რომ სკოლა არის უნიკალური ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი და ჩართულია უამრავი ადამიანი ამ პროცესში, ამიტომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერიც, მაგრამ უნდა იყოს კარგი ლიდერიც. გიდასტურებთ აბსოლუტურად, უნდა იყოს ნამდვილად, თუმცა რამდენად არის დღესდღეობით ეს ფონი სკოლებში, ეს კიდევ სხვა სასაუბრო თემაა, თუმცა ეს ყველაფერი რომ პირდაპირ ბმაშია შრომის ბაზართან, ეს რა თქმა უნდა ზუსტად აქედან გამომდინარეობს ჩვენი ინტერესიც და უკვე მაგდასთან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა, რომელიც როგორც მატყობინებენ უკვე ხაზზეა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში საგანმანათლებლო პროექტი, აი რა მიმართულებით არის 1000 ლეულის განვითარების ფონდი ჩართული ამ ყველაფერში და ის შედეგები, რომელიც შეიძლება ითქვას სკოლიდან მომდინარეობს და მე უკვე მთლიანად შრომის ბაზარი იმკის ამ შედეგებს მთლიანობაში, აი როგორ იქნება დაძლეული, როგორ მოხდება პროფესიული გადამზადების ასპექტი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, დირექტორებისთვის მიწოდება იმ საჭიროებების, რომელიც რეალურად დგას დღეს შრომის ბაზარზე. გისმენთ? მოგესალმებით პირველ რიგში 1000 ლეულის გამოწვევის კომპაქტის მისია და მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ დაეხმაროს დღეს საქართველოს დავძლიოთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა, რაც გახლავთ ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა განსაზღვრულ სფეროებში, რაც ბიზნესის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, შემაფერხებელია და ბიზნესი ვერ განვითარდება თუ არ გვეყოლა კარგად მომზადებული პროფესიონალი კადრები. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კადრების მომზადება სწორედ რომ სკოლიდან იწყება
და რადგანაც მოთხოვნა შრომის ბაზრის დღეს განსაკუთრებით გვაქვს ისეთ სფეროებში, როგორიც არის ინჟინერია, საბუნებისმეტყველო დარგები, იქნება ეს ბიოქიმია, ქიმია, სამშენებლო ბიზნესი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ სხვა, სწორედ ამ სექტორში გავაკეთეთ კონცენტრირება ყველა ჩვენი პროექტისა და 140 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გამოყოფს საქართველოსთვის, ხორციელდება პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგში, სწორედ ამ მიმართულებებში პროფესიონალი კადრების მომზადების მიზნით. ირინა მისაუბრა ზოგადი განათლების ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე, მასწავლებლების პროფესიულ მომზადებაზე და სკოლის დირექტორების გადამზადებაზე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ პროფესიული განათლება და პროფესიულმა სასწავლებელმა რომ მიიღოს შესაბამისი კადრი, ეს კადრი სწორედ რომ სკოლაში იწყებს მომზადებას და მესმის, მაგდა, თუმცა საბოლოო ჯამში იგივე მიზანშედეგობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე, აი რა შედეგს ველით, თქვენ ჩამოთვალეთ საკვანძო საკითხები და საკვანძო პროფესიები, რომელზეც რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სიმძიმის წერტილი გადის. შესაბამისად, აი რა შედეგს და რეზულტატს ველით, ანუ აქტივობა არის პირდაპირ პროპორციული მთლიანობაში ამ პროექტის მგზავრობის. რა თქმა უნდა, ველით შედეგს, რომ 5 წლის თავზე, როდესაც უკვე კომპაქტი დაასრულებს მუშაობას, მივიღებთ უკვე კარგად მომზადებულ კადრებს კონკრეტულ დარგებში, რომელიც დავასახელე, როგორც პროფესიული განათლების შედეგად, ასევე უმაღლესი განათლების მიღების შედეგად. კი ბატონო, მაგდა აუცილებლად დაგებრუნდებით, ირინასთან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა. კერძო სკოლები თუ არიან ჩართულნი ამ პროექტში და კონცეფციაში და მთლიანობაში ახლო მომავალში გასაგებია რომ არის 2019 წლამდე გაწერილი მთლიანი კონცეფცია, თუმცა მასშტაბების ძერ დასაპირებთ თუ არა. პროექტი არის განკუთვნილი საჯარო სკოლებისთვის. 1000 ლერის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსება მიმართულია საჯარო სკოლებზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოთ თანასწორობას და ასე ვთქვათ, უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ საჯარო სექტორს განვითარებისკენ. თუმცა შესაძლებელია მომდევნო ეტაპზე, ასე ვთქვათ, კომპაქტის დასრულების შემდეგ კერძო სკოლებს იგივე ციკლი გაიარონ. სამწუხაროდ და ამას შეგნებულად ვამბობ, ყოველთვის ინფორმირების კუთხით თბილისში მდებარე საჯარო სკოლები უფრო მაღალ საფეხურზე არიან ვიდრე რეგიონში, სამწუხაროდ და არ არის ეს რეალურად გამოსასწორებელია ეს ნაბიჯები, აი რეალურად რა პრობლემების წინაშე დგავართ უკვე რეგიონებში და აი რეგიონში, თქვათ, აი პროფესიული მიწოდების და ინფორმირების კუთხით რა ასპექტებია განვითარებული. სამწუხაროდ მე ახლა ვერ გესაუბრებით ამ ეტაპზე ჯერ შეფასების სისტემა არ არსებობს სკოლების, რომელიც ასე ვთქვათ, მკაფიოდ გაგვარჩევინებდა ერთმანეთისგან, ასე ვთქვათ, შედეგების კუთხით როგორ განსხვავდებიან ისინი, თუმცა საერთაშორისო კვლევებში არის ეს განსხვავება, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ჩვენ ხედავთ ტრენინგებზე არის უდიდესი პოტენციალი. ჩვენი პროექტი კიდევ აი ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი რაც გადაიდგა არის რომ ტრენერები მომზადდნენ რეგიონულ მასშტაბზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ კომპაქტის დასრულების შემდეგაც და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იყო პროექტის მოთხოვნა, რომ მინიმუმ 30% რეგიონალური, ასე ვთქვათ, ტრენერი ყოფილიყო მომზადებული პროექტში. არის უდიდესი პოტენციალი, ჩვენ ხედავთ ტრენინგების დროს ძალიან მოტივირებულ შესანიშნავი იდეების და პროექტების განხორციელებით დაკავებულ დირექტორებს და მასწავლებლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა გვაქვს მათ მოტივირებაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი მოტივირდნენ და გააკეთონ მაქსიმალური. აი ეს პროგრამა ზუსტადაც რომ ერთი მთავარი ხაზი არის აქეთკენ მიმართული, რომ დირექტორს შეაძლებინო ადგილზე პოტენციალი ასე ვთქვათ შეიცნოს თავისი მასწავლებლების და ხელი შეუწყოს რომ მათ გააკეთონ მაქსიმალური. გარემო არის უმნიშვნელოვანესი, სასკოლო გარემო. ამიტომ დირექტორი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ წაახალისოს მოსწავლე, წაახალისოს მასწავლებელი და ხელი შეუწყოს თუ გინდათ პროფესიულ განვითარებაში, თუ ასე ვთქვათ პროექტების განხორციელებაში, აქ შედეგები იქნება უფრო შეიძლება ითქვას დღევანდელი ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი დასვით, თუმცა მაგდასთან მექნება ეს კითხვა და მაგდასთან გავავრცობ ამ ყველაფერზე საუბარს, როდესაც ამ ყველაფერს ემატება სკოლების ინფრასტრუქტურა და ამაზე საუბარი ძალიან შორს დაგვიყვანს და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკა, რაც ბოლო პერიოდში დამკვიდრებული არის საჯარო სკოლებში, მაინტერესებს აი რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ მოტივაციის ამაღლება, როდესაც თანმხვედრი უამრავი პრობლემაა.
კომპაქტის ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ, რომ სწორედ იმ გამოწვევებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა მოხდება კომპაქტის ფარგლებში. აქედან 30 სკოლა მიმდინარეობს, 13 სკოლა უკვე დასრულებული, ამას დაემატება კიდევ დამატებით 17 სკოლა, რომელსაც წელს გავხსნით და ჩვენ ამასთან ერთად საქართველოს მხარეს მოუმზადეთ კრიტერიუმები საპროექტო, რის მიხედვითაც შეიძლება არც თუ ისე მაღალი თანხების ჩადებით მივაღწიოთ ძალიან კარგ შედეგს და შევძლოთ, რომ საჯარო სკოლები მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურის კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საჯარო სკოლების მოვლა, პატრონობის და ოპერირების სისტემის განვითარების, შემუშავების და დანერგვის პროექტი, რომელიც წელს დაიწყო და შედეგად საჯარო სკოლის მენეჯმენტს, დირექტორებს გადავცემთ ძალიან კარგად გამართულ სისტემას, რომლის დანერგვას ისინი შეძლებენ, რომ გააუმჯობესონ სკოლებში მდგომარეობა ინფრასტრუქტურულ ნაწილში. გასაგებია, მაგდა, დიდი მადლობა და უკვე ჩემი შემაჯამებელი კითხვით ირინასთან გადავდივარ, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, იმიტომ რომ ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ. რეალურად რა არის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების თანახმადაც ხდება სკოლების შერჩევა? ანუ პირველ ეტაპზე ვთქვათ, რომელი სკოლები ჩაერთვებიან და ასე შემდეგ. პროექტში ჩართულია დასაწყისიდანვე პრაქტიკულად ყველა სკოლა, 2085 საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე ჩართული ყავს ყველა სკოლა, გარდა ეროვნული უმცირესობების სკოლებისა, ეს არის 200-ზე ცოტა მეტი სკოლა. ამ სკოლების ჩართვა განხორციელდება 2017 წლის სექტემბრიდან, იმიტომ რომ ითარგმნება შესაბამისი მასალები უმცირესობების ენაზე და ტრენერების მომზადება მიმდინარეობს. სხვა დანარჩენი სკოლა, სადღაც 1800 სკოლა უკვე ჩართულია. ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადის ეტაპობრივად, დაახლოებით 200 საკონტაქტო საათამდე არის მთელი ეს მომზადების კურსი, უბრალოდ მიმდინარეობს ეტაპობრივად ეს მომზადება 2018 წლამდე. მასწავლებლები კი ჩართულები არიან ამ ეტაპზე, ამ 18000 თქვენ როგორც ახსენეთ, პირველ ნაკადთან მუშაობთ ახლა, ეს არის დაახლოებით 7000, დანარჩენი ჩაერთვება უკვე, როდესაც პირველი ნაკადი დაასრულებს 2017 წლის სექტემბრიდან. ამ პროექტში ჩასართავად მასწავლებლებს და დირექტორებს რეგისტრაცია არ სჭირდებათ, იმიტომ რომ მოვიცავთ ყველას, ვინც ასწავლის მე-12 კლასებში ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ინგლისურს და გეოგრაფიას და ყველა საჯარო სკოლის დირექტორს. ისე დამჩენია გისურვებთ წარმატებები, ნებისმიერი საგანმანათლებლო ასპექტი, რაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყება, ცხადია ბიზნეს კონტაქტი ყურადღებით დააკვირდება, რადგანაც ზუსტად განათლებაზე გადის, სამეწარმეო განვითარების და ზოგადად ეკონომიკური განვითარების სიმძიმის წერტილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაგდა მაღრაძე 1000 ლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და ირინა აბულაძე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროფესიის მენეჯერი. იყვნენ ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციას ამასის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგურებასთან დაკავშირებით და ასევე მოვისმენთ ბიზნესის პოზიციას, ასე რომ შორს არ წახვიდეთ.